ხშირად გვსმენია უხილავი ძაფების შესახებ, რომლებიც კაცობრიობას სამყაროსთან აკავშირებს. ათასობით წელია ადამიანი ცდილობს ამ კავშირის ახსნას, ზოგი პასუხს რელიგიაში ეძებს, ზოგი ასტროლოგიაში, ზოგიც მითებსა და უძველეს ცოდნაში. არიან ისეთებიც, ვისაც სჯერა, რომ მხოლოდ მათ ეკუთვნით ჭეშმარიტება, მაგრამ სინამდვილეში ყველა საკუთარ გზას რწმენით ირჩევს. რწმენასაც ხომ გჭირდება თავად რწმენა. ბოლოს კი რამდენად განსხვავებული გზებითაც არ უნდა ვიაროთ, მაინც ერთ წერტილში ვიკრიბებით. ამიტომ მთავარი სულ სხვა რამ არის. გზაში არ დავკარგოთ ადამიანობა. არ ვიაროთ ბოროტთან ერთად, არ ვილოცოთ შარლატანთან. თუ სიმართლე გვინათებს გზას, არც გზა დავკარგავს და არც საკუთარ თავს დავკარგავთ. ქართულ სიტყვებში ღრმა სიბრძნეა ჩადებული. ზოგჯერ თვით სიტყვა გვიხსნის თავის მნიშვნელობას, თუნდაც გულის ყურით მოვუსმენთ. მართალი ყველაზე მეტად იქ ფასობს, სადაც უბრალოს ჩაკრავენ. მაგრამ სიმართლესაც შნო სჭირდება, შნო უნიკალური ქართული სიტყვა, რომლის სრულყოფილი თარგმანიც თითქმის არც ერთ ენაზე არ არსებობს. არის შინაგანი ღირსება, ხასიათის ძალა და კეთილშობილება, რომელიც ადამიანს არ აძლევს უფლებას უსამართლობის წინაშე ჩუმად დარჩეს. ეპოქები იცვლება, ტექნოლოგიები ვითარდება, სამყარო ყოველდღე ახალ სახეს იღებს, მაგრამ სინდისი არ უნდა შეიცვალოს ადამიანმა. ქალს დედოფლად გვირგვინი ვერ აქცევს, დედოფლად მას ღირსება აქცევს. დიახ, ღირსება. ქართულ ენაში კიდევ ორი სიტყვაა, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. კაცი და ქალი. სწორედ ისინი ქმნიან ადამიანს. ილიასი არ იყოს, კაცია ადამიანი. ადამიანი კი ქმნის ოჯახს, საზოგადოებას, ეპოქას და საბოლოოდ სწორედ ისინი წარმოადგენენ კაცობრიობას. ამიტომ შესაძლოა ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე გგონია. ადამიანი ან კაცია, ან არაკაცი. ასევე ქალიც. ქალი ან ქალია, ან არაქალი. დანარჩენს თავად ცხოვრება ამბობს. ყოველი ნაბიჯი, ყოველი არჩევანი, ყოველი მოქმედება ჩუმად წერს შენს ისტორიას და ბოლოს სამყაროც ყოველთვის გვიბრუნებს იმას, რასაც უხილავი ძაფებით ვაგზავნით მასთან.